სრულდება. ვიყავით თელას. თუ საჭირო იქნება კომისიამ დაიწყო მუშაობა, ჩვენ გუშინ მქონდა შეხვედრა და შევთანხმდით, რომ შექმნილიყო ეს კომისია, რომელიც შეისწავლიდა ყველა განთავისუფლებული ადამიანის საქმეს. ეს არ ეხება მარტო იმ 125 ადამიანს, რომელიც არსაშვილის მოსვლის მერე იქნა განთავისუფლებული, ამის მერეც 60 ადამიანი გაანთავისუფლეს. ახლა იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას კომისია, ერთიან კონტაქტში განიხილება ეს ყველაფერი და ყველა ადამიანის საქმე იქნება შესწავლილი და ამის მერე უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ ამ ადამიანებიდან ვინ იმსახურებს დაბრუნებას, ვინ უნდა დაბრუნდეს და ასე შემდეგ. დღეს პირველ შეხვედრაზე დავგეგმეთ შემდეგნაირად, რომ შევთანხმდით პრინციპებზე, რომელთაც ვიმუშავებთ, შევთავაზეთ ჩვენ როგორც სამინისტრომ, თუ კი ისინი ვერ მოახერხებენ ერთმანეთში მორიგებას და მორიგებისთვის მათ აქვთ ორშაბათამდე ვადა. მე დეტალებზე ახლა თავ შევიკავებ, იმიტომ რომ ისინი მათ უნდა გააცნონ, ასე ვთქვათ, თავის ორივე მხარემ თავის წარმომადგენლებს ეს პრინციპები, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, დეტალებზე მე ამ შემთხვევაში თავ შევიკავებდი ჯერჯერობით. ასევე მინდა ხაზი გაუსვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანების დაყოფა ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ნიშნით, დაუშვათ და ჩვენ არ გამოვიძიებთ, ვინ ვისი მხარდამჭერი იყო წინა პერიოდში, ან თუნდაც ახლა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენდა და რა სამსახურებში მუშაობდა, ჩვენ შევხედავთ ადამიანებს მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე თუ რა შედეგი მოუტანა მისმა რა შედეგი მოქონდა მას იმ პერიოდში, სანამ ის იყო კომპანიის წევრი, ან რა შედეგი მოუტანა ამ ადამიანმა მაშინ რაც იგის დაიქირავეს. შევჯერდით გარკვეულ საკითხებზე, თელაში მოიხსნება გაფიცვა და შემდგომი შეხვედრა დაინიშნება ორშაბათს. ალბათ შევხვდებით. ეს არის განთავისუფლებული თანამშრომლები თელასიდან.